Raskıya kamerası rakıydı. Давай, Минди. Are გვისლიანო ხელს რაღაცა ზარი შემოვიდა, მოვიდა, არ ვიცი. ვინ დაგირეკათ, აგერმა მოვედია. არაფერი, მოვიდა, ცოტა გადავდით იქ. ვინ დაგირეკათ, ვინ დაგირეკათ. ეს მომენტი იყო, მეტი არაფერი. ხოდა გამოვიდა ლანძღვარი. ვინ დაგირეკათ, გამიხსენეთ. ახალგაზრდები ვერ იცანი, ვინ აკარდო? ახალგაზრდები ხარდო, ვინ აკარდო? შეხოს ისენიერი. არა, მე სიტენდეს. ეს უერგი დაგირეკეს. პიროვნულად დაგირეკეს, კი, დაგირეკეს, ზარი შემოვიდა. რომელმა დაგირეკეს? არ ვიცი, ზარი შემოვიდა. დავაფიქრე, მივედი, გავედი, აქ არის. არ შეუშალოთ ხელი. ზარი ვისგან შემოვიდა? აცნობებლისგან. გადადით გვერდი. ხოდა, ადეგე და მე ილაძებით თქვენ კაცო. ახალგაზრდა ხალხი არ უნდა. არა, მე გითხარით. პატრული უნდა მოვიგეს თუ წესრიგი უნდა ვინმე. გადადით ხალხს არ შეუშალოთ. აკონტროლებელი ორგანო, რომელიც ამას აკონტროლებს. მუშაობს ხალხი. ხოდა უბრალოდ აქ მოვიდნენ რაღაცა კლიენტები, რომ გამოვიდნენ რაღაცა იმას ველოდებით მთელი დღეო და ცოტა თუ შეიძლება გვერდით გადავიდენო. ჩვენ ზავდები და მოვიძეთ. თუ შეიძლება გადადით სადმე ჩილოსი. თქვენი სახელი და გვარი გითხარით? არ მოწევ. ჩვენ გადავწყვეტეთ ნაწილაკოს ახალგაზრდულთან შეხვედრა. მას თვითონ სურვილი ჰქონდათ ჩვენი ჩამოსვლის აქ, მათთან გასაუბრების და ჩვენი გეგმების გაცნობის. სამწუხაროდ მოსვლისთანავე გამოჩნდა ეს მანქანა, ავტომანქანა და როგორც კი შემოხვდა მაშინვე აგრესიით ჩვენს მიმართ. რას აკეთებთ აქ? ჩვენ უბრალოდ შეხვედრა გვაქვს. თქვენ უფლება არ აქვს აქ დგომის, თქვენ ხალხს უშლით ხელს, ჩვენ ამ დროს არაფერში სრულიად არც ქუჩას ვეხებით, აბსოლუტურად მინდორში ვართ გაშლილები და საუბრობთ მშვიდად. რამდენიმე ჯერ ჩვენს კოორდინატორს არაკაცი ხარო უწოდეს და სხვებსაც სამწუხაროდ ეს რაღაცები ხდება. ეს არის მართლაც სავალალო მდგომარეობა, ჩვენ არ გვაძლევთ შესაძლებლობას ახლა ახალგაზრდებთან შეხვედრის და მათთან გასაუბრების. ხელი შეგიშალეს? თქვენ გამოიძახეთ სოფლის გამგებელი? რაღაც არა და გონდებოდა დოგინის შემოშლა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ხდებოდა ნაწილაკოს ახალგაზრდულ შეხვედრა ქონდა ღიაცის ქვეშ როგორც ხედავთ სოფელში და აი ამ პროცესის წარმართვაში შეგვიშალეს ხელი. ბობი ქვია სახელი, თოდუარი გვარი, გამგებელია. მოვიდა, რატომ ხართ, რისთვის ხართ, გადაიწიეთ ხელს უშლითო აქ საქმიანობაში. თქვენ თვითონაც ხედავდით, ჩვენ ხელი არ შეგვიშლია, შეურაცხყოფა არ მიგვეყენებია. უბრალოდ ეს ადამიანი ახლა თავს იკავებს კომენტარისგან, რომ მისცეს კომენტარი. უბრალოდ იმ ადამიანური მიზეზის გამო რომ ხვალ ის აქ ვეღარ იმუშავებს კომენტარი რომ გააკეთოს ასეთი რეპრესია და ასეთი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან